სახელით მამისად და ძისად და სულისაწმინდისად. ჩვენი გონიერება, ჩვენი მოაზროვნეობა გაცილებით უნდა უსწრებდეს, უსასრულოდ უნდა უსწრებდეს, შეიძლება ვთქვათ, ჩვენს მდგომარეობას. კარგი გაგებით მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო ახლა, ძალიან ამბიციური აზროვნება უნდა ქონდეს ქრისტიანს. იმიტომ რომ ჩვენი მოაზროვნეობა და გონიერება, იმიტომ კი არ მოგვეცა რომ ამ სოფელში გზა გავიკულიოთ უბრალოდ. არამედ ვიცოდეთ რომ არის ღმერთი, რომელმაც სამყარო შექმნა ჩვენთვის. ვიცოდეთ რომ ის ჩვენთვის მოვიდა. ვიცოდეთ რა მდგომარეობაში ვართ ჩვენ. ვისწავლოთ მისი ხმის გამოცნობა. ვისწავლოთ მისი ნების გამოცნობა ასევე და მისი ნებისაება ვიცხოვროთ და ის, რასაც ჩვენი გონება, რისკენაც ჩვენი გონება მიისწრაფის, რომ ვიყოთ მასთან, ეს სურვილი, ეს კადნიერი სურვილი შეიძლება ასე ითქვას, რეალიზდეს. ამისთვის ვართ მოწოდებული. ამისთვის ვიზეიმებთ ცოტა ხანში ქრისტეს შობას. ამისთვის მოვდივართ ეკლესიაში. და ეს რწმენა, ეს არ არის ჩვენი მენტალური რაღაც სოფხედველობა, ეს არის ცხოვრების წესი. ადამიანი შეიძლება იყოს ფილოსოფოსი, ადამიანი შეიძლება იყოს მეცნიერი. ამავე დროს ფილოსოფიას და მეცნიერებას შეიძლება არსებობდეს წინგში. მაგრამ რწმენა არ შეიძლება არსებობდეს წინგში. რწმენას ცოცხალი ადამიანი ატარებს. ადამიანის გარეშე არსებობს ფილოსოფიური სისტემაც და მეცნიერებაც ვიღაცამ რომ დაწერა და დატოვა. მაგრამ რწმენა ადამიანის გარეშე არ არსებობს. და რწმენა ადამიანში ცეცხლის სახით არსებობს, რომელიც ცეცხლის გაძლევს საშუალებას გაიგო ის ცეცხლოვანი ხმა, რომელიც სამყაროს დასაბამიდან არსებობს. იმიტომ რომ გეგმა ჩვენი ღმერთთან ყოფობისა სამყაროს დასაბამშივე არსებობს. და ამ ხმის გაგონება მხოლოდ გონიერ არსებას შეუძლია. ჩვენ დროზე მოვედით ამ სამყაროში. ჩვენ დასაბამიდან არ ყოფილ, თუმცა ღვთის მეხსიერებაში ყოველთვის ვიყავით, პერსონალურად. მაგრამ თავის დროზე მოვედით, რეალურად, ობიექტურად, თავის დროზე მოვედით. თუმცა ღმერთის ხსოვნაში რომ ვიმყოფებოდით, ესეც ობიექტური სინამდვილეა. როგორ შეიძლება ღმერთის მეხსიერებაში იყოს რაიმე და ის ობიექტურად ნამდვილი არ იყოს. მაგრამ გარკვეული დროში მოგვეცა სიცოცხლე და საოცრება მოხდა. მოვედით აგერ 21 საუკუნის ადამიანები ვართ და ჩვენ გავიგეთ ეს ხმა. ესე იგი ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს გულში ცეცხლი ანთია. ანთია თუ აინთო. ვფიქრობ, ნაპერწკალი იყო და მეტად აინთო. ჩვენ გავიგეთ ეს ხმა. ჩვენ გავიგეთ ის ხმა, რომელი ხმაც ისმოდა კიდევ ვიმეორებ დასაბამიდან და რომელი ხმაც ისმოდა წინასწარმეტყველთა ბაგეებიდან, მათი გულიდან ამომავალი ცეცხლოვანი ის ხმა, რომელიც საუკუნეებს მოწდება და ჩვენ გვესმის ეს ხმა, ჩვენ ვიგებთ 1000 წლეულის იქით წინასწარმეტყველის ნათქვამ სიტყვას ვიგებთ. ეს არის იმის გამო, რომ ჩვენს გულში ღმერთმა ცეცხლი აანთო. ჩვენ ვიგებთ პავლე მოციქულის სიტყვებს, რომელიც დღეს აღმოვიკითხეთ ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში, რომელიც ასევე სწორედ იქ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს მიწდება თავისი გონებით. ესეთ რამეს ამბობს პავლე მოციქული, მრავლით კერძო და მრავლით სახით, ანუ მრავალი ადამიანისათვის გასაგებად, შეძლების დაგვარად, როგორც შეიძლება ადამიანს გაეგო ღვთის სიტყვა. იმიტომ რომ მთელი სისავსით თუ რა უნდა ღმერთს, მთელი სისავსით ღვთის სიტყვა, ღვთის ნება განცხადა, როცა თვითონ მოვიდა. და მანამდე მეტნაკლებად დეფორმირდებოდა ადამიანთა დაცემულ ბუნებაში, დაცემულ ბუნების გონებაში, გულში, სიტყვაში, აღქმის უნარში მეტნაკლებად დეფორმირდებოდა.
ღვთის სიტყვა და მე თვითონ მოვიდა და პირდაპირ თქვა ის რაც უნდა ეთქვა. ხო და კიდევ სანამ მოვიდოდა მანამდე მრავლით კერძო და მრავლით სახით მაშინვე პავლე მოციქული ამბობს ოდესღაც ღმერთი ეტყო და მამათა წინასწარმეტყველთა მიერ. ანუ არ ვიყავით მიტოვებული. მამები ვინ იყვნენ? ჩვენი მამები, სულიერი წინაპრები ამ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში არა გენეტიკური, არამედ სულიერი კაცმორო თქვას გენეტიკურის ერთი ძირიდან ვართ ყველანი აღმოშობილნი, ერთი ადამის შვილები ვართ ყველანი, ასე რომ შეიძლება ითქვას გენეტიკურნი. დიახ, ჩვენი მამები წინასწარმეტყველნი ეტყოდნენ. რატო წინასწარმეტყველნი? ყველა ვერ იგებდა, იმიტომ რომ განსაკუთრებული ნიჭი იყო საჭირო, რომ ღვთისნება გაგეგო და მე განგეცხადებინა ადამიანებისათვის. ახალი აღთქმის პერიოდში მეტად უნარიანები ვართ ჩვენ გავიგოთ რა უნდა ღმერთს. ხანდახან განსაცვიფრებელი რამ მოხდება ხოლმე. მოდის ადამიანი, რომელსაც არანაირი გამოცდილება სულიერი ცხოვრების არ აქვს, ან ციხეში იჯდა, ან რაღაცა განსაკუთრებული შემთხვევა მოუხდა. არაფერი განსაკუთრებული სულიერი თვალსაზრისით თუ შეხედავ ესე პირდაპირ. და ღმერთი მის გულს ეხება. ამ შენახებს ის ეკლესიაში მოყავს. მერე მოდი და ის თავის გულს ხსნის და გაოცებული დარჩენილვა, რომ ამ ადამიანმა იცის ის, რასაც წინასწარმეტყველებში და რაც წმინდანებთან ვკითხულობთ. გესმით? და გვახსენდება ესე იყო წინასწარმეტყველები, რომ ჩვენს გულში გამოიწერება ღვთისნება, იმიტომ რომ ჩვენ ახალი აღთქმის მოქალაქეები ვართ, იმიტომ ჩვენ ათელღებულნი ვართ, იმიტომ რომ ჩვენ პოტენციური ღვთის ტაძარნი ვართ, იმიტომ რომ ჩვენში ღმერთი ღიებს და შიგნიდან გველაპარაკება და გვეზრახება. მაგრამ მაშინ წინასწარმეტყველთა მიერ ხდებოდა ეს ყველაფერი და ის წინასწარმეტყველნი ჩვენს მამებს, ჩვენს წინაპრებს, გნებავთ სულიერს, გნებავს გენეტიკურს, როგორც გინდათ ჩართვალეთ, მაგრამ სარწმუნოებრივ წინაპრებს ხო ნამდვილად ესაუბრებოდა. ხოლო უკანასკნელთა ამა დღეთა და 2000 წლის წინ ამბობს უკანასკნელთა ამა დღეთა. ეხლა მით უმეტეს 2000 წელი გავიდა, რასაც პავლე მოციქული ამ სიტყვების მერე. მით უმეტეს პავლე მოციქულმა 2000 წლის წინ თქვა უკანასკნელი ჟამია, მით უმეტეს ახლა უკანასკნელი ჟამია. იმიტომ რომ მომწიფდა კაცობრიობა იმისათვის, რომ მას შეეძლო ღმერთის სიტყვა უშუალოდ აღექვა. ისიც ძალიან მცირე ნაწილს, მცირე სამწყსოს. და მოვიდა და გვეტყოდა ჩვენ ძისა მიერ თვისისა. მოვიდა და ძის მიერ გველაპარაკა. და ეხლა ძეზე საუბრობს. რომელი კი დაადგინა მკვიდრად ყოველთან. ეს ძალიან საინტერესოა. ჯერ ერთი ამბობს, რომ თავად ძე ღმერთი მოვიდა და ძე ღმერთმა გვითხრა. ძე ღმერთმა გვითხრა. და რადგან მოვიდა ნიშნავს, ჩვენ უკვე ვიცით, ხო, ადამიანად მოვიდა. და მკვიდრად დაადგინა ნიშნავს იმას, რომ მემკვიდრე რას ნიშნავს? მკვიდრი მემკვიდრეა. მემკვიდრე ნიშნავს, რომ სრული ძალაუფლება აქვს ისი ვისი მემკვიდრეც არის. ამიტომ აქ კიდევ ერთხელ მიანიშნებს ებრაელებს, რომლებიც უნდა განმტკიცებულიყვნენ ძე ღმერთის ღმერთობაში, ქრისტეს ღმერთობის წმენაში. და ჩვენს გვჭირდება ეს. ჩვენ ნუ ვიფიქრებთ, რომ ჩვენ ნამდვილად მორწმუნენი ვართ იმისა, რომ იესო ქრისტე ღმერთია. თეორიულად კი, მაგრამ პრაქტიკულად რამდენად გაცნობიერებული გვაქვს, რომ ის ვისაც ჩვენ ვესრახებთ, ვის წინაშე ჩვენ ლოცულობთ და ვის ჩვენში ზიარების საიდუმლოების სახით ჩვენში შემოდის, არის ყოვლის მყრობელი, ყოვლის შემძლე და ყოვლის მყრობელი ღმერთი, რომლის ხელშია თითოეული ჩვენი ღერის თმაც კი. რამდენად ბოლომდე გაცნობიერებული გვაქვს ჩვენ ეს, როცა ვშფოთავთ, როცა ვნერვიულობთ, როცა განვიცდით ჩვენი განსასწრებისა გამო. და ამიტომ წერია მკვიდრად ყოველთან, ანუ ყველაფრის მემკვიდრეა, ყველაფერი მის ხელშია, ყველაფრის მეუფეა. ღმერთი ხომ არის ყველაფრის მეუფე. ეს ხო გასაგებია. აქ ბევრი ფიქრი არ არის საჭირო. ძე, რომელიც ადამიანად მოვიდა, მემკვიდრეა, ანუ ყველაფრის მეუფეა, ყველაფერს ის განაგებს. მიუხედავად იმისა, რომ ის განგდებულია, მიუხედავად იმისა, რომ ის ჯვარცმულია, მიუხედავად იმისა, რომ ის დღემდე დაცემის ობიექტია ქრისტე, დღემდე, ხო? მიუხედავად ამისა, ის მემკვიდრეა, ის ყველაფრის მეუფეა. და მე ამ დროს კვლავ მიგვანიშნებს მის ღვთაებრიობაზე, რომლისაგანაც შეიქმნა და ნახეთ რა საოცარ ამას ამბობს. მას შეიძლება ეთქო, რომლისაგანაც შეიქმნა სამყარო. ხო გასაგები იქნებოდა. რა თქმა უნდა. მაგრამ ნახეთ რა ამბობს, რომლისაგანაც შეიქმნა საუკუნენი, ანუ საუკუნე არის დრო. ეს რა განსაცვიფრებელია, სუფთა
ფიზიკურად, მატერიალისტურად რო შეხედო, მეცნიერული თვალსაზრისით რო შეხედო, დღეს მიხვდნენ, შეიძლება ასე ითქვას, კაცობრიობის ისტორიის თვალსაზრისით, დღეს მიხვდნენ, რომ დრო ქმნილება, დრო შექმნილია და მთელი ეს ფილოსოფია დროისა რა არის დრო არის მატერიის განუყოფელი ნაწილი, მატერიასთან ერთად არსებობს, მატერია არ არსებობს, დრო არ არსებობს და ასე შემდეგ. და ნახეთ რას ამბობს პავლე, როდის არის ნათქვამი 2000 წლის წინ, რომ მისგან შეიქმნა დრო, ანუ იესო ქრისტე არის დროის შემოქმედი. ეს ხათაშორის იმათ გასაგებათაც რომ მსჯელობენ, იცის თუ არა ქრისტემ სამყაროს აღსასრული დრო და იონე კროპირი სწორედ ამ სიტყვებზე დაყრდნობით ამბობს, რომ დრო მისი შექმნილიაო და მან არ იცისო, გესმის ვიზე სვავ ამ კითხვას, იცის თუ არა, ვინც დრო შექმნა? და აი აქ ამბობს უბრალოდ ამას, რომლისაგან შეიქმნენ საუკუნენი და რომელი იგი არის ბრწყინვალება დიდებისა და ხატიძლიერებისა მისისა. ნუ გასაგებია ერთის ხრივ რომ იესო ქრისტე არის ბრწყინვალება მამის დიდების და მისი ძლიერების ხატი, მაგრამ მეორე ხრივ ეს მნიშვნელოვანია სიტყვები რატომ? იმიტომ რომ ფილიპე რო ეუბნება, გვიჩვენე ჩვენ მამა და უფლის სიტყვები, ამდენი ხანია მე თქვენთანა ვარ და ვერ მიხვდი ფილიპე რომ ვინც მე მიხილა, მამა იხილა. ანუ ქრისტეს ხილვა, ეს არის ღმერთის ხილვა, აი ამის ბოლომდე გაგება და ქრისტეს ჩვენში შემოსვლა ზიარების საიდუმლოებაში არის ღმერთის ჩვენში შემოსვლა. ის არის მისი ძლიერების ხატი, ის არის მისი დიდების ბრწყინვალება. გესმით? და თუ ადამიანი ვერ ხედავს ქრისტეში ღმერთს, სამყაროს შემოქმედს, ყოვლის შემძლეს, ყოვლის მყრობელს, ის ვერ ხედავს ღმერთს საერთოდ, ანუ ვერ ხედავს მამას. და კიდევ ერთი საინტერესო სიტყვას ამბობს ამის მერე. აგრძელებს პავლე მოციქული, ფაქტიურად პავლე მოციქულის ეს სიტყვა არის ღვთის დიდება, ქრისტეს მადიდებელი სიტყვებია. უტვირთავნ ყოველივე სიტყვითა მით ძლიერებისა მისსათა. უტვირთავ ყოველივე სიტყვითა მით ძლიერებისა მისსათა. ეს არის ღმერთი ყოვლის მყრობელი. წარმოჩენილია ღმერთი როგორც ყოვლის მყრობელი. ხატებით ხوارსებობს ახსენჯდომარე უფლისა რო არის თქვა, ხო? ღმერთი ყოვლის მყრობელი. ანუ ყოვლის მყრობელი რას ნიშნავს? არა თუ თითოეული ადამიანის ცხოვრებას განაგებს ღმერთი, არამედ ელემენტარული ნაწილი, აი ატომი რომ არსებობს, ატომი უცნაურად გაუგებრად ატომი როგორ არსებობს, კაცმა არ იცის რა ეს არის ეს რაღაცა სიცარიელე რომელიც არსებობს. ატომი არის სიცარიელე რომელიც არსებობს. აი ეს რომ არსებობს და მთელი ეს სამყარო რომ არსებობს და ყველაფერი რაც არსებობს, არა მარტო მან შექმნა ეს დროის ჩათვლით, არამედ უტვირთავ ყველაფერი, ანუ რომ არ იტვირთოს ყველაფერი გაქრება. ანუ ყველაფერი არსებობს, მთელი ეს სამყარო თავისი კანონებით თურთ არსებობს, იმიტომ რომ მას უტვირთავს. ამას ნიშნავს ეს. მისი ნებით არსებობს. არსებობს იმიტომ რომ ასე სურს და ყველაფერი მისი ნების მიხედვით მოძრაობს ამ გონება მიუწვდომელ სიდიადეში, რასაც სამყარო ქვია. ამას ნიშნავს უტვირთავ ყოველივე. სიტყვა რა არის? ანუ შემოქმედებითად უტვირთავ, ქაოტორად კი არ უტვირთავს, სად როგორ და მოხდება და არა, სიტყვით, ანუ შემოქმედებითად უტვირთავს, ძლიერებით უტვირთავს. და აი ამ გონება მიუწვდომელ დიად სამყაროს ხო ასე მართავს, მოდი ადამიანურად რო ვთქვათ, თითოეულ ატომს, თითოეულ ელექტრონს, ყველაფერს აბსოლუტურად შემოქმედებითად, რომ ეს მშვენიერი სამყარო, ესე კანონზომიერებად და ლამაზად და მშვენიერად არსებობდა, სადაც კოსმოსი, ანუ მშვენიერება ქვია, ამის პარალელურად მიერ თვისისა განწმენდა იცოდვათა ჩვენთვის ხო. აი ამ ყველაფერში მოიცალა, ამომირჩია და ჩემი ცოდვები იტვირთა თვითონ, შენი ცოდვები იტვირთა თვითონ. თითოეული ჩვენგანის ცოდვისათვის მოვიდა და მოკვდა იმის პარალელურად რაც ხდება ჩვენს გარშემო და რაზეც საუბრობს პავლე მოციქული. ეს ხო რამხელა პასუხისგებლობის წინაშე გაყენებს, რომ ამ ყველაფერს იაზრებ და მე ამის პარალელურად თეოდორე შენთვის მოიცალა, შენ რაც ესე იგი უსინდისოდ მოქცეულ ხარ და ცუდად ცხოვრობდი, ამისთვის მოიცალა და ამისთვის მოკვდა, კი არ უბრალოდ კი არ მოიცალა, ისე კი არ შემოგხედა, არამედ მოკვდა, ეტკინა შენს გამო.
ამხელა პასუხისგებლობის წინაშე გვაყენებს ეს ყოველივე. ამას ნიშნავს და ამის შემდეგ განწმენდა და უბრალოდ კი არ განგვწმინდა და მოგვაცილა ცოდვა, არამედ დაჯდა იგი მარჯვენით სიმდიდრესა მისა მაღალთა შინა. ანუ და დაჯდა როგორც ადამიანი. ანუ მაზიარა თავის ბუნებას და ჩემი ბუნება აიტანა და დაჯდა, ესე იგი, მარჯვენით სიმდიდრესა მისა მაღალთა შინა. ანუ სრულ დიდებაში შეიყვანა ადამიანი და მე როგორც მასთან თანაზიარი და მასთან შეერთებული, მაქვს შესაძლებლობა, რომ ჩემი ბუნებაც განდიდდეს ინდივიდუალური ისე, როგორც ქრისტეში განდიდდა ადამიანური ბუნება. და შემდეგ პავლე მოციქულს მოყავს ეს ფსალმუნებიდან სიტყვები, ეს წინასწარმეტყველური სიტყვები დავით მეფსალმუნის, დავითი ხო ღვთის საყვირია, ისი ეს ამოძახილი, ეს მისი სიტყვები არის საოცარი ასევე წინასწარმეტყველებანი და ქრისტეს და დიდება და პავლე მოციქული ხას უსვავს, რომ ქრისტესთვის ამბობსო ამას დავით მეფსალმუნე, ქრისტესთვის, პირდაპირ ამბობს, ძისთვის იტყვის, ძისთვის. და რას ამბობს? საყდარი შენი ღმერთო და ეს მიმართვა პავლე მოციქული ამბობს. აი რო კითხულობ ფსალმუნებს, საყდარი შენი ღმერთო და პავლე გეუბნება ქრისტეს მიმართავს, ზეღმერთს მიმართავს. საყდარი შენი ღმერთო უკუნითი უკუნისამდე, კვერთხი განგებისა და კვერთხი სუფევისა შენისა. ქრისტესადმი მიმართვა, ქრისტესადმი, რომელსაც ჩვენ ახლა ვეზიარებით, რომელიც ჩვენში შემოდის, რომელსაც ჩვენ მივმართავთ, რომელიც ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა, მას მიმართავს, რომ შენი საყდარი ღმერთო უკუნითი უკუნისამდე, კვერთხი განგებისა და კვერთხი სუფევისა შენისა. ანუ შენ განაგებ, შენ სუფევ, შენ მეფე სუფევი, ანუ მეფე ხარ, სამეფოა, ეს სამეფო აი აქ, როცა ვამბობთ ეკლესიისადმი დამოკიდებულებით განისაზღვრება, ჩვენი დამოკიდებულება ღვთისადმი, ეს იმიტომ რომ ეს სუფევა, ეს სამეფო არის ეკლესია ზუსტად. აქედან იწყება ეს ყველაფერი. შეიყვარეს სიმართლე და მოიძულე უსჯულოება. შეიყვარეს სიმართლე და ანუ ქრისტეს ზულს უსჯულოება. და რა არის უსჯულოება? უსჯულოება არის ცოდვა. ცოდვა რა არის? ეს არის ღვთისნებისგან განდგომა. ამიტომ ყოველი ჩემი ქმედება, თავისუფალი ქმედება, რომელიც ღვთისნებასთან თანხვედრაში არ არის საძულველია ღმერთისათვის, ის ყოველი ჩემი ნაბიჯი ღვთისნების საწინააღმდეგო უკეთურია, გესმით? ამიტომაც წერია მოიძულე უსჯულოება. ნახეთ, მოიძულე. ეს ჩემ თავზე უნდა მოვიღომე, ესე იგი თუ ღვთისნების საწინააღმდეგოდ მოქმედებ, ჩემი ქმედება საძულველია ღვთის წინაშე, რომელსაც ყოველივე უპყრია. ამისთვის გცხო შენ ღმერთმან შენმან საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყვასთა შენთა. გცხო, ანუ აქ უკვე მიმართავს ზეღმერთს როგორც ადამიანსაც, იმიტომ რომ ადამიანური ბუნებაც მიიღო და გცხო, ანუ ქრისტე ცხებულს ნიშნავს. ანუ გცხო შენ ღმერთმა, ანუ შენ როგორც ადამიანსაც მთელი სისავსე გაგმადლისა, იმდანად მთელი სისავსე, რომ მთლიანი ღვთაებაა დამკვიდრებული შენში ხორციელად და შენ გამოჩდი, ღმერთი გამოჩდი ხორცით, იმიტომ რომ სრულად გცხო ღმერთმა და ეს რა საცხებელია, რა ცხება არის, საცხებელი სიხარულისა. სიხარული, ამიტომ არის ქრისტეს ერთ-ერთი სიტყვა, რომელიც ქრისტეს გამოხატავს, ხო, ეს არის სიხარული, ნათელი მხიარული, როგორც მწუხრის ლოცვაშია, ანუ მხიარულება, სიხარული, იმიტომ რომ და სახარებასაც იმიტომ ქვია სახარება. და შენ დასაბამ საუფალო კვლავ მიმართავს ქრისტეს, რომ ჩვენს გასაგონად და დასაბამ საუფალო ქვეყანა დააფუძნე და ქნული ხელთა შენთანი ცანი არიან. ანუ ყველაფერი შენ შექმენი, კვლავ ქრისტეს მიმართავს, მთელი ქვეყანა დააფუძნე, მთელი ცანი შენ შექმენი, მთელი სამყარო. მაგრამ ეს ყველაფერი წარმავალია ამავე დროს, იმიტომ რომ დინამიკაში არსებობს, იგინი წარხდნენ კოსმოსზე ლაპარაკობს, ხოლო შენ ეგო უკუნისამდე კვლავ ქრისტეს მიმართავს და ყოველივე ვითარცა სამოსელი დაძველდნენ და ვითარცა შესამოსელი სვალნენ იგინი და იცვალენ. ანუ ყველაფერი იცვლება, ყველაფერი წარმავალია, არაფერს ჩვენი გული არ უნდა მიეწებოს. ამიტომ მხოლოდ იესო ქრისტე, მხოლოდ ღმერთია მარადიული და სწორედ ამ სიტყვებს ამბობს, ხოლო შენ თავადი, ანუ შენ მიმართავს იგივე ხარ, ანუ არ იცვლები. და წელიწადსა შენთა არ მოაკლდეს, ანუ შენში დრო არ არსებობს, შენში არაფერი არ იცვლება. და აი ესე პავლე მოციქული იყენებს რა დავით მეფსალმუნის სიტყვებს, ჩვენ გვასწავლით როგორ გავიგოთ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა წიგნები, რომ ეს არის ქრისტეს დიდება, ღვთის განკაცების დიდება და მე აი ეს ცეცხლოვანება, რაც იყო
ვთქვათ, ძველ წინასწარმეტყველებში ის ცეცხლოვნება შემოაქვს ახალ აღთქმაში და ჩვენს საკუთრებად ღვთის და არა მარტო საკუთრებად ღვთის, არამედ ეს ცეცხლი ჩვენში გაცილებით უფრო ძლიერდება, იმიტომ რომ იქ სადაც დავით მეფსალმუნე აი ამ დიდებულებას მომავალში ეტრფოდა და ეძიებდა ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენ შიგნით გვაქვს და ის ჩვენი საკუთრებაა და ახლა ჩობის დღესასწაულს რომ ვიზეიმებთ, გვაქვს შესაძლებლობა რომ ჩვენ შიგნით განვიცადოთ ღმერთის შობა, არა ისტორიულ წარსულში უბრალოდ როგორც ფაქტი მომხდარი, არამედ მოცემულობა ჩვენთვის ობიექტურად არსებული დღეს, რომელიც ჩვენში ამ წუთში ხდება. და ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ავინთებით ჩვენი სარწმუნოების შესაბამისად. ის ცეცხლი, რომელიც უფალმა მოფინა, თუ ჩვენ გულში ამ ცეცხლს გაღვივების შესაძლებლობას მივცემთ და არ ვიქნებით სულიერად მოდუნებული და მკვდარნი. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება რომ ეს სიტყვები გავიგოთ და ეს სიტყვები ჩვენთვის რეალობად იქცეს. გისურვებთ რომ აი ეს ცეცხლი დანთებული იყოს თქვენში და ღირსეულად შეხვედროდით ქრისტეშობის დიდებულ დღესასწაულს. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამის და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.